საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მენო შნელს შეხვდა. შეგახსენებთ, მისია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამ ვიზიტზე უნდა გადაწყდეს მოეწერება თუ არა ხელი IMF-ის პროგრამის მიმოხილვას და რა ბედი ეწევა იმ 20 მილიონ SDR-ს, რომელიც ფონდს საქართველოსთვის აქვს გამოყოფილი. ფონდის მისია ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც მუშაობს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ. ამ შეხვედრამდე გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში ბიზნეს ფორუმს დაესწრო. ბიზნეს ფორუმზე სახელწოდებით Georgia Investor Day პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რასაც ინვესტორებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება უქმნის. ბიზნეს ფორუმს 130 ბიზნესმენი დაესწრო. ლონდონის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში კაპიტალის ბაზრის დღის მასპინძელი TBC ბანკი იყო, რა შედეგებით დასრულდა ფორუმი კერძო სექტორისთვის. ამას ვკითხავთ TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს გიორგი შაგიძეს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. გიორგი, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. შედეგიანი აღმოჩნდა თუ არა ბიზნეს ფორუმი? გამარჯობა თელენე, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე მგონი 13 მაისი საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იყო საერთოდ. ესე იგი, ეს დაიწყო საქართველოს საინვესტიციო ფორუმით, რომელიც იყო საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს მიერ მომზადებული, სადაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაახლოებით 130-მდე კაპიტალის ბაზრის მონაწილე დაესწრო. ფორუმს უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა და თვითონ გააცნო, ასე ვთქვათ, გამოვიდა სიტყვით და გააცნო ინვესტორები საქართველოში მიმდინარე მოვლენების და მომავალი გეგმების შესახებ. ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ ფორუმმა, დღემდე გვაქვს, ასე ვთქვათ, ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები. ამის შემდეგ დაიწყო, ასე ვთქვათ, TBC ბანკის Capital Market Day, სადაც ჩვენ TBC ბანკს და მის მენეჯმენტს საშუალება გვქონდა, რომ მოგვეწვია და გვესაუბრა პირდაპირ ამ არსებულ და პოტენციური ინვესტორებთან, წარგვედგინა, ასე ვთქვათ, ბანკის მიმდინარე შედეგები, სამომავლო გეგმები და ბანკის სტრატეგია, რაც ბუნებრივია ძალზედ მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი კომპანიისთვის და მათ შორის ისეთი კომპანიისთვის, რომლის აქციებიც საჯაროდ ივაჭრება. და იყო გამოხმაურება, აი ინტერესდებიან დაუშვათ ბიზნესმენები საქართველოში და ძირითადად რომელი სექტორები თუ შეიძლება ამის თქმა და TBC ბანკის მიმართ ინტერესი კონკრეტულად აი რა ურთიერთობებში გამოიხატებოდა? რა თქმა უნდა ინტერესდებიან, ადრეც ინტერესდებიან, ეხლაც ინტერესდებიან, თვითონ ის ფაქტი, რომ TBC ბანკმა გააკეთა IPO 2014 წელს და გაიტანა აქციები სავაჭროდ ლონდონის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე, მაგას ნიშნავს უკვე, რომ ინტერესდებიან და ყიდულობენ. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდეს და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების საშუალება გვქონდეს ამ ტიპის ასეთი ინვესტორებთან. თვითონ ამ ფორუმმა და მას შემდეგ TBC ბანკის Capital Market Day-მ, ასე ვთქვათ, როგორც აღნიშნე, საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა, თუნდაც დამსწრეების რაოდენობა, ან თვითონ ის ადამიანები, ვინც დაესწრენ, ან კითხვების მოცულობა, ან უბრალოდ ის ფაქტი, რომ პირველივე კვირას შევსებული იყო დამსწრე ადგილები, მეტყველებს აი ამ წარმატებულობაზე. ქონდათ მათ საქართველოს შესახებ ინფორმაცია წინასწარ, ანუ სანამ დაუშვათ თქვენ და პრემიერ-მინისტრი გააცნობდით მათ საინვესტიციო გარემოს? ბუნებრივია, ეს არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიონალური მოვალეობა არის, რომ შეისწავლონ ბაზრები და მერე, ასე ვთქვათ, დააყენონ ამ ბაზრებში ინვესტირების გადაწყვეტილება, იმსჯელონ ინვესტირების გადაწყვეტილებაზე და ბუნებრივია, ეს ადამიანები მუდმივად მზად არიან და მუდმივად კარგად აქვთ შესწავლილი გარემო. გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, ამ გარემოს შესწავლა ხდება, მნიშვნელოვანი არის პირისპირ შეხვედრები, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე კერძო სექტორებთან და რასაც აი ეს ფორუმი და მას შემდეგ TBC ბანკის Capital Market Day უწყობდა ხელს. და აი რა იქნება ის კონკრეტული სარგებელი, ანუ აი კონკრეტული შედეგები, რაც შეიძლება ჩვენ ვიგრძნოთ საკუთარ თავზე, აი რა შემთხვევაში ვიტყვით, რომ ლონდონის ბიზნეს ფორუმი იყო ნამდვილად წარმატებული?
თვითონ ერთი აღებული ლონდონის ბიზნეს ფორუმის შედეგი ძალიან რთულად გასაზომი არის, თუმცა ამისი შედეგიც მნიშვნელოვანია. უბრალოდ აი ესეთი ტიპის ბიზნეს ფორუმები, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში გაიმართა და მერე ამისი გაგრძელება, შედეგი არის ის, რომ ინტერესი იზრდება ქართულ ფასიან ქაღალდებზე, ეს ნიშნავს რესურსის გაიაფებას და გაიაფებული რესურსი კიდევ ის არის, რასაც თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქე პირდაპირ ეფექტით გრძნობს თავის ჯიბეზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შაგიძე იყო ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე. ლონდონის ბიზნეს ფორუმის შედეგებს ვაჯამებდით პირდაპირ ეთერში.